კითხვაზე დაფიქსირდა თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანთა საქმეში ბრალდებულ მამუკა ივანიაძეზე გამოძიების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა, მთავარი პროკურატურის პოზიცია ცალსახა და უარყოფითია. როგორც პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა, უდავოდ დადასტურებულია, რომ ტრაქტორების შესყიდვის საქმეზე ივანიაძის მიერ გამოძიებისთვის ჩვენება საკუთარი ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში დამოუკიდებლად ყოველგვარი კანონსაწინააღმდეგო ზეგავლენის გარეშეა მიცემული. უდავოდ დადასტურებულია, რომ ტრაქტორების შესყიდვის საქმეზე ივანიაძის მიერ გამოძიებისათვის ჩვენება მიცემულია საკუთარი ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში. დამოუკიდებლად, უშუალოდ მისი სურვილით, ყოველგვარი კანონსაწინააღმდეგო ზეგავლენის გარეშე და მასში ასახული ყველა ფაქტობრივი გარემოება შეესაბამება სიმართლეს. ჩვენებაში დაფიქსირებული მონაცემები არსებითად ახალი და განსხვავებულია იმ მომენტისათვის არსებული საგამოძიებო ვერსიისაგან, რითაც ეს გარეშე დასტურდება, რომ ამ ინფორმაციის მატარებელი იყო პირადად ივანიაძე და არა გამომძიებელი ან პროკურორი. მთავარმა პროკურატურამ დღესვე საჯარო გახადა ის ვიდეო მასალაც, სადაც მათი მტკიცებით ნათლად ჩანს, რომ ადვოკატების აცილება ივანიაძის დაჟინებული თხოვნით და არა ვინმეს მხრიდან იძულების შედეგად მოხდა. ამასთან პროკურატურის განმარტებით ივანიაძემ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი არა მარტო ღია თანამშრომლობაზე, არამედ საკუთარი ინიციატივით გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღო დამნაშავე პირთა მხილების მიზნით ჩატარებულ ფარულ ოპერატიულ ღონისძიებებში. ორთვეში შეიძლება ამოვიღო ის რაც შეიძლება და შეიძლება 50,000 გამოვიღო ორთვეში 50,000 თვეში არც ეგეთი ის პერიოდების თანხა ეს პერიოდების მანძილზე მე დიდი თანხა არ იხილებს რა ეს თემა რა მოგითხრათ ზეთონი ჩაიგეს კაიხოსროშვილი იღებდა და სიტყვაზე პული დარჩება შეისყიდეს იმიტომ რომ ხო ვიძახი მაგრამ უკვე ინტერესი შემოში გადავიდა სერვისში სერვისთან დაკავშირებით ვინც შეიძლება რომ აი ინტერესი იქნება ძალიან მარტივი რა კაიხოსროშვილი რომელიც უწევდის მეშვეობით მე დავიმარჯვებ და ამ სერვისის იმაში ჩავშობ საქმეში. ჩიტიდან აღებული ფული და იმასთან რა ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ბრალდებულ მამუკა ივანიაძის ინტერესებს ტრაქტორების შეძენისათვის განკუთვნილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეზე იცავდა. თუმცა მისი აცილება პროკურატურის ინფორმაციით თავად ივანიაძის მოთხოვნით მოხდა. ადვოკატი აცხადებს, რომ განცხადება, რომელიც მისი აცილების შესახებ მიუვიდა, არა სამუშაო დღეს, კვირას მთავარი პროკურორის მიერ არის ხელმოწერილი. სოსო ბარათაშვილი იმითაც ინტერესდება, თუ რატომ არ ყავს ამჟამად ივანიაძეს ადვოკატი. ჩემს წინდებს ახლა მტკიცებულება, როდესაც კვირას 16 ივნისს 2013 წელს ის წერს ბატონ ივანიაძე, ბატონ არჩილ კბილაშვილს წერილს, რომ იცილებს ადვოკატებს. ეს წერილი 16 ივნისი თვე, ანუ კვირადღით ხდება კანცელარიაში მისი გატარება, როდესაც კანცელარია არ მუშაობს. იმავე დღეს ციხის უფროსის მიერ ეგზავნება არჩილ კბილაშვილს, რომელიც იმ დღეს თბილისში არ იმყოფებოდა, ეს თანამდებობით ვიცით და ორშაბათს დილით უკვე მე გადმომცა ეს დაახლოებით 11 საათისათვის პროკურორ. იმის ნაცვლად რომ ესე იგი რაღაც დეკლარაციები აკეთო და პიარსვლები აკეთოს პროკურატურამ, ურჩევნია რომ კონკრეტულ ფაქტებზე გაცეს კონკრეტული პასუხები. ის მასალა რაც პროკურატურამ გააუცილა კიდევ ასევე უკანონობაზე მეტყველებს. იმიტომ რომ მას უღებდნენ ისე რომ მას არ ჰქონდა საერთოდ დაცვის განხორციელების არანაირი უფლება. ივანიაძეს ადვოკატირებას ზეწოლის საქმეში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი უწევს. ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ივანიაძის დაკითხვა პროცედურული ნორმების დარღვევით ხდებოდა. ის კანონდარღვევად მიიჩნევს იმ ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებასაც, რომელიც პროკურატურამ დღეს გახადა საჯარო. ადვოკატის თქმით, ივანიაძე მოწმის სახით მიზი თანდასწრებით რამდენჯერმე დაიკითხა, რა დროსაც მან დეტალურად აღწერა პროკურატურის მხრიდან ზეწოლის ფაქტები. საიას თავმჯდომარის განცხადებით კი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სათანადო შესწავლას საჭიროებს. საზოგადოებამ განსაზღვროს, რომელი ჩვენება უფრო დამაჯერებელი შეიძლება იყოს ის, რაც მან მისცა საპატიმრო დაწესებულებაში, რამოდენიმე დაახლოებით 2 თვიანი ყოფნის შემდეგ, თუ ის, რაც მან საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ თქვა. ცხადია 100%-იანი ზუსტად მე არაფერს თქმა არ შემიძლია, უბრალოდ ჩვენ მაშინ გავახმოვანეთ ის, რაც ბატონო მამუკამ ჩვენ მოგვიყვა და დღეს გავრცელებული ინფორმაცია საჭიროებს სათანადო შესწავლას, გამოკვლევას, რა ეტაპზე ჩვენ ახლა ვიმყოფებით და ამის შემდეგ გახდება ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე ცნობილი. ზეწოლა იყო თუ არა ფსიქოლოგიური, ეს შეიძლება ადამიანმა წარმოდგენა შეიქმნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც
არა მხოლოდ ამ კონტექსტიდან ამოგლეჯილ და დამონტაჟებულ მასალას ნახავს ფარულ ჩანაწერებს, არამედ ნახავს იმ ჩვენებასაც, ოფიციალურ ჩვენებას, რომელიც ორჯერ ჩატარდა ჩემი თანდასწრებით და ერთხელ 5 საათიანი ჩვენება მიცა, მეორედ 7 საათიანი, მან დეტალურად აღწერა, როგორ მიმდინარეობდა ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა. შპს მექანიზატორის დირექტორის მოადგილე მამუკა ივანიაძე, რომელიც 2013 წლის 1 მაისს ტრაქტორების საქმეზე დააკავეს, 2 ივლისს 10,000 ლარიანი გირაოს საანსოდ გათავისუფლდა. როგორც თავად ივანიაძემ განაცხადა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პროკურატურამ ზეწოლის შედეგად მისგან სასურველი ჩვენება მიიღო. ბრალდებული მაშინ ამბობდა, რომ 23 გვერდიანი ჩვენება პროკურორის გიორგი დავითაშვილის კარნახით და ზეწოლით დაწერა.